მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას წარმოადგენს ამ წლის 2025 წლის მარტისთვის დაბნელებების დერეფანი, კერძოდ მოგეხსენებათ ჩვენ ამ თვის 14 რიცხვში გვაქვს მთვარის დაბნელება, ხოლო ამავე თვის 29 რიცხვში, ანუ 29 მარტს ჩვენ გვაქვს უკვე მისის დაბნელება. ზოგადად მე ხშირად ვაანონსებ ხოლმე ენერგეტიკული წმენდებისთვის ხელსაყრელ პერიოდებზე და ხელსაყრელ პერიოდებში ენერგეტიკული წმენდების ჩატარებასთან დაკავშირებით პროცედურებზე, რომელსაც ვატარებ პირადად მე პრაქტიკული მაგიის მიმართულებით და კონკრეტულად კი პირადად მე როგორც პრაქტიკოსი ვიყენებ რუნულ მაგიას კონკრეტული პირების მიმართ, ადამიანების მიმართ წმენდების ჩატარების მიზნით და ძირითადად ეს ხდება მთვარის დაღმავალ ფაზაზე. მაგრამ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თვის მთვარის დაღმავალი ფაზა ენერგეტიკული წმენდებისთვის და რატომ, ასე ვთქვათ, ვაანონსებ ამის შესახებ მე დღეს, რომ რა თქმა უნდა, დაბნელებების პერიოდი, ვინც არ ხართ, ასე ვთქვათ, ჩახედული ამ თემებში, მინდა ესეთი მოკლე რაკურსი, ინფორმაციული რაკურსი გავაკეთო ამ თემასთან მიმართებაში, რა არის ზოგადად დაბნელება ენერგეტიკულ დონეზე და რას გვაძლევს ის. პირველ რიგში მინდა აღნიშნო ის, რომ დაბნელებების პერიოდში არ არის რეკომენდებული ისეთი ნებავთ რიტუალური ჩარევების გაკეთება, ნებისმიერი სახის მანიფესტაციები თუ რიტუალები, რომლებიც მიზნად ისახავს კონკრეტული ენერგიების, იქნება ეს კონკრეტული პირების, თუნდაც პარტნიორის, ან კონკრეტული ენერგიების, თუნდაც ფინანსური ენერგიების მოზიდვის მიზნით, ხო? პირიქით, ეს პერიოდი ხელსაყრელია და სასარგებლოა, შედეგიანია იმ რიტუალებისთვის, იმ ენერგეტიკული მანიპულაციებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს არა რაიმეს მოზიდვას ჩვენს ცხოვრებაში, არამედ პირიქით. განთავისუფლებას, გაშვებას. იქნება ეს ნებისმიერი სახის ენერგეტიკული ბლოკი, ხო? იქნება ეს ყველა სახის ნეგატივისგან განთავისუფლება. ვთქვათ, სტრესულ გარემოში მუშაობთ, არასასურველი პარტნიორები გყავთ, ისტრესებით, ტოქსიკური ენერგიებით იწამლება თქვენი ენერგეტიკული ველი, ან აიღეთ თვალი თქვენი, თქვათ, შურიანი მეზობლისგან, ან თქვენი კონკურენტისგან, იქნება ეს ბიზნეს საქმიანობა თუ სამსახური. ან ოჯახის წევრი, რომელიც თქვენით მანიპულირებს, თქვენზე მანიპულირებს და ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას. იქნება ეს სიტყვიერი ზემოქმედება, ქცევითი მანიპულაცია, თუ უფრო უარესი, ხო? თუნდაც ეგრეთ წოდებული ჯანმრთელობა, რომელსაც ძირითადად უახლოესი ადამიანები უკეთებენ ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენ გრძნობთ, რომ აი ესეთი ენერგეტიკული დაბინძურებაა თქვენს ენერგოველში, რაც ხელს გიშლით, რა თქმა უნდა, ბუნებრივიც არის, ნებისმიერი სახის წინსვლაში გიქმნით და საერთოდ რა წინსვლაზეა საუბარი, როდესაც ნეგატივია ადამიანზე გაკეთებული, პირიქით აქ უკვე იწყება ფსიქიკური, ფსიქოლოგიური პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები, თუნდაც ფიზიკურ დონეზე გამოხატული ჯანმრთელობის პრობლემები, იწყება უბარაქობა, უფულობა, ფული ქრება ჩვენი რეალობიდან, მაშინ, როდესაც მიუხედავად შრომისა, მიუხედავად სამსახურისა, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, ადამიანს ფული უქრება ხელიდან, კარგავს ბარაქას. არ უმართლებს სიყვარულში, პარტნიორი მოულოდნელად, უცბად, ნაუცბათელად ტოვებს ყოველგვარი ახსნებისა და მიზეზების არსებობის გარეშე. თუ კი გრძნობთ, რომ აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით, მაშინ მეგირჩევთ, რომ ეს პერიოდი არ გაუშვათ ხელიდან და გამოიყენოთ მარტის თვე და მარტის თვე არის სწორედ ამ წლის მარტის თვეს გულისხმობ, რა თქმა უნდა, და არა ზოგადად მარტის თვეს.
აღნიშნული მარტის თვე, ანუ ეს თვე წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს იმისთვის, რომ ყველა ეს ნეგატივი გაუშვათ, რაც ჩამოვთვალეთ და განთავისუფლოთ თქვენი ენერგოველი ახალი უკეთესი ენერგიებისთვის. ბუნებრივია და ლოგიკურიცაა, ამას არანაირი მაგიური ცოდნა არ ჭირდება, რომ თუ საკუთარ სივრცეს, თუნდაც მატერიაში რომ გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, თუ კი სახლს ძველმანებისგან, ძველი არასაჭირო გაფუჭებული ნივთებისგან ადამიანი არ გაანთავისუფლებს, მაშინ მის სახლში ახალი მაღალხარისხიანი ნივთების ადგილი არ იქნება, ხო? რომ შეიძინოს ადამიანმა ესეთი ნივთები, ის უბრალოდ ვერსად ვერ განათავსებს მათ, იმიტომ რომ ათასნაირი ძველმანებისგან ექნება სახლი გამოდენილი. ამიტომ საჭიროა ჯერ კარგი გენერალური დასუფთავება, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახლისა იმისთვის, რომ იქ შევიტანოთ ახალი საჭირო ნივთები. ესეა ზუსტად ადამიანის ენერგოველზეც, თუ არ გაანთავისუფლებთ მას ყველა იმ ნეგატივისგან, რომელიც შინაგანად ჭამთ, ხაპავს თქვენ სასიცოცხლო ენერგიას, იგდებთ ენერგოტონუსს, სიცოცხლის ხალის, ყველაფერს უკვე ხედავთ მუქ ფერებში, შეიძლება სრულიად უმიზეზოდაც კი, ასეთ შემთხვევაში გამოსავალს ერთ-ერთ ყველაზე უპირატეს გამოსავალს წარმოადგენს სწორედ ენერგეტიკული წმენდა იმისთვის, რომ განთავისუფლდეთ იმ მარწუხებისგან, რომელიც ხელს გიშლით თქვენს წინსვლაში, ხო? აი ამის შემდგომ, ენერგეტიკული წმენდების შემდგომ უკვე შედეგიანია ყველა იმ რიტუალის ჩატარება, ყველა იმ მანიფესტაციის, პრაქტიკის შესრულება, რომელსაც ვასრულებთ ფინანსების მოზიდვისთვის, ან კონკრეტული ჩვენთვის საჭირო სწორი პარტნიორის მოსაზიდად და ნებისმიერი სახის წინსვლისთვის, თუნდაც ჭამრთელობისთვის, ხო? ასე რომ მე დღეს ვაანონსებ, რომ ამ თვეში 14 მარტიდან თვის ბოლომდე წარმოადგენს ეს პერიოდი ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს ენერგეტიკული წმენდებისთვის. ასე რომ ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ და გრძნობთ, არა მხოლოდ სურვილი, არამედ გრძნობთ საჭიროებას, რომ გჭირდებათ ასეთი ენერგეტიკული დახმარება, თქვენ შეგიძლიათ მომწეროთ მესენჯერში, იქნება ეს Facebook-ის მესენჯერი ან Instagram-ის მესენჯერი, ენერგეტიკული დიაგნოსტირებისა და ენერგეტიკული წმენდებისთვის. აქვე ერთი საჩუქარი ჩემგან თქვენ, ჩემს აქტიურ გამომწერებს და ჩემს ერთგულ ადამიანებს, რომლებიც სისტემატურად უსმენთ ჩემს განახლებებს და ინტერესდებით იმ კონტენტით, რომელსაც მოვაზიარებ. ერთი საჩუქარი მინდა გაგიკეთოთ ასეთ ადამიანებს, კერძოდ ვინც ჩემთან ჩაიტარებს ამ თვეში, ანუ ამ მარტის თვეში, ენერგეტიკულ დიაგნოსტირებას და წმენდებს კონკრეტულად ფინანსებთან დაკავშირებით, არა ყველა სახის ენერგეტიკულ დიაგნოსტირებას მოვიაზრებ აქ, არამედ ფინანსური არხის დიაგნოსტირებას და შემდგომ ფინანსური არხის წმენდის, ასე ვთქვათ, წმენდებისთვისაც მომმართავს. აი ამ თვეში ვიმუშავებ ამ ადამიანთან ან ადამიანებთან და თვის ბოლოს მე მას ან მათ, რამდენიმე ადამიანი მომმართავს, საჩუქრად გადავცემ ჩემს საავტორო რიტუალს, სახელწოდებით ფინანსების მაგნიტი, რომელზეც მე ვისაუბრე დაახლოებით 10 დღის ან 2 კვირის უკან ეს ვიდეო ჩანაწერი დევს ჩემს Facebook პროფილზე და მგონი Instagram-ზეც, სადაც ვსაუბრობ თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ ბარაკა და ფინანსები მაგიური სიმბოლიკით, რომელიც პირადად მე შევქმენი სხვადასხვა სიმბოლიკების გაერთიანებით და რა თქმა უნდა ჰერმეტული პრინციპების დაცვით. იქ ჩართული ასევე რუნებიც იმ ფორმულაში და ამავდროულად შელოცვის ტექსტი, რომელიც არის ლათინური შელოცვა
და პენტაკლების ტუზი, რომელიც გამოიყენება აი ამ კონკრეტულ რიტუალში. აი ამ პენტაკლების ტუზის გააქტიურება ხდება იმ კონკრეტული შელოცვის წაკითხვით და იმ კონკრეტული მაგიური სიმბოლიკის გამოსახვით უკვე პენტაკლების ტუზის უკანა მხარეს, ხო? აი ასეთი ნიუსი მაქვს თქვენთვის, ვფიქრობ, საინტერესო შემოთავაზებაა. ანუ კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, ვინც ფინანსური არხის დიაგნოსტირება წნევის, ასე ვთქვათ, პროცედურებს ჩაიტარებს ჩემთან, ამ თვის ბოლოს მე ასეთ ადამიანებს გადავცემ ჩემს ავტორო რიტუალს, ფინანსების მაგნიტს, სრულიად უფასოდ, საჩუქრად, თავისი ყველა ინსტრუქციით. როდის უნდა გააკეთოს ეს რიტუალი, რა სიმბოლიკა უნდა გამოსახოს, შელოცვის ტექსტი თავისთავად და ყველა თავისი დეტალით, რაც საჭიროა ამ რიტუალის წარმატებულად ჩატარებისთვის. ეს იყო ჩემო მეგობრებო, ვინც დაინტერესდებით, მომწერეთ მესენჯერში. მე ხადაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.